მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა ვისაუბრო, ძალიან ხშირად მეკითხებიან, რა რაოდენობის წყალი უნდა მივაწოდოთ რადიატორს იმისათვის, რომ მან მოგცეს საპასპორტო მონაცემები. შეკითხვა ლეგიტიმურია, კარგია, მაგრამ ძალიან მარტივია, რა თქმა უნდა. ანუ, რას გულისხმობთ საპასპორტო მონაცემებში, ხო? აგერ მოდი დავიწყოთ, ვთქვათ, ჯერ ესეთი რადიატორის მაგალითზე განვიხილოთ, ეს არის ტიპიური 22 ტიპის პანელური ფოლადის რადიატორი, 1000 მმ, ანუ მეტრიანი, ხო, ასე ვთქვათ, რადიატორი, ეგრეთ წოდებული, რომელიც საპასპორტო მონაცემები არის, რომ მას თუ მივაწვდით 75 გრადუსი რაოდენობის ტემპერატურის წყალს და 65 გრადუსიდან წამოვიღებთ, იგი მოგცემს 1470 ვატ თბურ ენერგიას. მაგრამ იბადება ის შეკითხვა, რომელიც თავშივე დავსვი. არა აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის წყალს წყალს კი მივაწოდებ 75 გრადუსისას, მაგრამ რამდენი უნდა მივაწოდო ეს წყალი, ხო? რა რაოდენობის, ანუ საათში დროის შუალედში რა რაოდენობის წყალია მისაწოდებელი. მოდით ამაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა. რა რაოდენობის წყალი უნდა მივაწოდოთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და როგორ ითვლება ეს ძალიან მარტივი ამბავია და ეხლა მოგახსენებთ. ამით ასევე, როდესაც ვისწავლით ამას, ჩვენ დავინახავთ როგორ უნდა დავითვალოთ ზოგადი რაოდენობა და რა ზემოქმედება აქვს ამას ტუმბოს შერჩევის დროს. ანუ, როდესაც დავითვლით რა რაოდენობის წყალს ვატბით დროის შუალედში, ანუ საათში ან ვთქვათ, ხო, ძირითადად მაზეა საუბარი, ლიტრი საათია, ხო, საუბარი. რამდენი ლიტრი საათში უნდა მივაწოდოთ რადიატორს და შესაბამისად სისტემას თუ რამდენი რადიატორი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში გვეცოდინება ერთი პარამეტრი ხარჯი ტუმბოს შერჩევისას. მაშასე, მოდით ვნახოთ. Ну, რა ვიცი, მარტივი ამბავია, როგორც თქვია, ეს არის ტიპიური ჩვენი რადიატორი და ვაწვდით 75 გრადუსის ტემპერატურის წყალს, მოგვაქვს 65 დელტა T 10. მოგესალმებით, დელტა T 10 არ არის, ასე ვთქვათ, ხშირად რადიატორობის სისტემაში. პრაქტიკაში ხოლმე ზირთად 15-ია და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც 10 დელტა T 10-ზე ვითვლით, ანუ დელტა T 10 გრადუსზე ვითვლით, მაშინ რაოდენობა წყლის საჭირო რადიატორისთვის საჭირო რაოდენობა წყლის ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება დელტა T 15-ის შემთხვევაში რა რაოდენობის წყალი უნდა მივაწოდოთ რადიატორს. მნიშვნელოვნად განსხვავდება. მოდით ვნახოთ. ეს მარტივი ფორმულა, ყველამ უნდა იცოდეს, ანუ ამისათვის რომ მივიღოთ საპასპორტო 1470 ვატი, რა რაოდენობის წყალი უნდა მივაწოდოთ და აგერ არის ბატონო ჩემო ახლა ფორმულა, რომელიც ჩავსვათ და ძალიან მარტივად მივიღებთ ამ იმას, ხო? აგერ არის ფორმულა, ანუ რამდენი ლიტრი საათში უნდა მივაწოდოთ, ანუ Q რამდენი ლიტრი საათში უნდა მივაწოდოთ რადიატორს, უნდა FI, ანუ თურნა რაოდენობა რაც უნდა მოგცეს, ანუ 1470 უნდა გავარულოთ 0.86 და გავყოთ აი დელტა T-ზე, ანუ 10 გრადუსზე საპასპორტო მონაცემები თუ გვაინტერესებს, ხო? საპასპორტო რო დააკმაყოფილოს. მაგ შემთხვევაში ამდენი წყალი უნდა მივაწოდოთ. ძალიან მარტივი ამბავია ძვირფასო მეგობრებო, ახლა ჩავსვავთ და გავიგებთ ამ ყველაფერს და მივიღებთ პირდაპირ ვიტყვი 1000, ესა ბოდიში 126 ლიტრას საათში. ანუ 126 ლიტრი ტუმბომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ რადიატორს მისცეს 126 ლიტრი საათში, იმისათვის რომ მოგცეს 1470 ვატი ენერგია თუ მივაწვდით 75 გრადუსიან წყალს და წამოვიღებთ 65-ისას. თუ 75-ს მივაწვდით და 60-ს წამოვიღებთ, ანუ დელტა T 15 იქნება. მაშინ აი აქ 10-ის მაგივრად ამ ფორმულაში, თქვენ წინაშე რაც არის აი ამ ფორმულაში, უნდა ჩავსვათ 15 და მინდა გითხრათ, რომ ძალიან განსხვავებულ ციფრს მივიღებთ. კერძოდ 87 litrს. ანუ 10 თუ წერია, 10 თუა დელტა T არის 126 ლიტრი უნდა მივაწოდოთ საათში, ხოლო თუ 15-ია, მაშინ 87. ანუ რამხელა განსხვავებაა, ხედავთ, ანუ ფაქტიურად 20 ლიტრს საათში განსხვავებას გვაძლევს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ 5 გრადუსია განსხვავება მიმწოდებელ და უკუ იმას შორის, ანუ დელტა T 10 შემთხვევაში ამდენია, 15 შემთხვევაში კი 87, ანუ 20-ით ნაკლები. და ბოდიში 40 თქვი, ხო? 40-ით ნაკლები, ანუ 40 უზარმაზარი რაოდენობაა, ხო? იმისთვის რომ ასე ვთქვათ, ანუ რეალურად რომ დავფიქრდეთ, ხო? აი უხეშად რომ დავფიქრდეთ. მიუხედავად იმისა, თუ რამხელა რადიატორია, ჩვენ თუ უზრუნველყოფთ, რომ თითოეულ რადიატორს 100 ლიტრი საათში წყალი მივაწოდოთ, ეს იქნება სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ მან მოგცეს საპასპორტო, ასე ვთქვათ, საპასპორტო
რაოდენობის სითბო, რა თქმა უნდა, ტემპერატურას 75-ზეა საუბარი. სხვა ტემპერატურას თუ მივაწოდებთ და სხვას ამოვიღებთ, რა თქმა უნდა, იქ ამაზე ეს ვიდეო არ არის და ჩვენს არხზე ძალიან ბევრი ვიდეოა თუ როგორ იცვლება ეს ამბავი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ როგორ ზემოქმედებს ეს რა ქვია, წყლის რაოდენობა და რა რაოდენობის წყალი უნდა მივაწოდოთ, საპასპორტო მონაცემები რომ მოგცეს, ხო? და ზოგადად რამე მონაცემები მოგცეს. ანუ ეს პირველი. ეხლა მეორე რაც მინდა ვთქვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო მეგობრებო. დაუშვათ რომ მივაწოდეთ არა მაგალითად 126 ლიტრი პირობითად, ხო? არამედ მივაწოდეთ მაგალითად 60 ლიტრი, 63 ლიტრი. ანუ ნახევარი. 126 კი არა, 63 ნუ რა მოხდება? დაიკლებს სითბოს გამოყოფა 50%-ით, ანუ 120-ის მაგივრად მივაწოდე 60, მოვაკელი 50% წყლის რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ 50%-ით ჩამოვაგდე სითბოს რაოდენობის გამოყოფა? პასუხია არა. რატომ? იმიტომ რომ დამოკიდებულება წყლის რაოდენობასა და სითბოს გამოყოფას შორის არ არის პირდაპირ პროპორციული. ანუ პირდაპირ პროპორციული რო იყოს 50% მოვაკელი წყლისა, 50%-ით უნდა გაციებული იყო სითბოს გამოყოფა შემცირებული, მაგრამ ეს ასე არ არის. მინდა გითხრათ, რომ სითბოს გამოყოფა მხოლოდ დაიკლებს 10-12%-ით. ანუ 1470 ვატის მაგივრად იგი მომცემს დაახლოებით 300 ვატი მოაკლდება. ანუ 1100 დაახლოებით 1100 ვატს მაინც მომცემს. ასეთ შემთხვევაშიც კი. ამიტომ ის დებულება, რომ მე მარტივად დასათვლელად 100 რო დავითვალო მარტივად და არ ვიწვალო, თუ ესე ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ აი უცებ ესე დამჭირდა რომ რაღაცა მივედი ობიექტზე, რამდენი რადიატორი და რამდენი სათავსი გვაქვს, ამდენია თბოდანაკარგები, ვაპირებთ ასე ვთქვათ ამ თბოდანაკარგების დარეგულირება, ეს ანაზღაურებას რაღაცას ვთქვათ, ამდენი ასეთი და ასეთი ზომების და რაოდენობის რადიატორებით და ტუმბოა შესარჩევი და რამდენი ლიტრი წყალი უნდა მივაწოდოთ იმას რა ქვია. მარტივად. რამდენი რადიატორს ვაყენებთ ესე იგი? 20. კეთილი, ესე იგი გჭირდება 2 კუბომეტრი, ანუ 20-ს ვამრავლებ 100 ვატს, იმაზე 100 ლიტრაზე საათში და მჭირდება 2000 ლიტრი საათში. დამთავრდა. მთელი დათვლა. სიზუსტე არის ძალიან კარგი ამ შემთხვევაში. ძალიან კარგი სიზუსტე დაითვლება, იმიტომ რომ ვიცი, რომ დელტა T15-ზე საერთოდ დაახლოებით 90 ლიტრი მჭირდება საათში, 100 ლიტრი ძალიან საკმარისი იქნება. თუ ცირეთი დააკლდა, მაგალითად, არ ვიცი, სადღაც 20 ლიტრი დააკლდა სადმე რამე, რომელიმე რადიატორს ეს მის თბოგაცემაზე ფაქტიურად არ აისახება. ძალიან მცირედ. ამიტომ ასე მარტივად შეგიძლია დაითვალოთ ძვირფასო მეგობრებო და იმედია რომ სასარგებლო იყო და გასაგები იყო და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. წარმატებები ძვირფასო მეგობრებო.